საქართველოს მთავრობის მეთაურის გამაფრთხილებელი განცხადება და მესამე სექტორის ნაწილში გაჩენილი კითხვები. გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების მეთაურებს აფრთხილებს და იმ რამდენიმე შემთხვევაზე საუბრობს, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასდროულად არ უხდის. მთავრობის მეთაური რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს აღნიშნულ საკითხზე კონტროლი დაავალა. სამართალდამცველებს კი დაინტერესებას თხოვა. პრემიერის განცხადება დადებით კონტექსტში შეფასდა როგორც სახელისუფლებო, ისე საკანონმდებლო რგოლებში. მესამე სექტორის ნაწილს კი კითხვები გაუჩინა. ნახეთ ნიკა გაბლიშვილის სიუჟეტი. იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება, მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა. გამაფრთხილებელი განცხადება მუნიციპალიტეტების მეთაურების მიმართ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე გააჟღერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც კომპანიები სახელმწიფოს ფულით განხორციელებულ ტენდერებში დაქირავებულ მუშებს ხელფასებს თვეების განმავლობაში არ უხდიან. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში კვირიკაშვილი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვის განმავლობაში ხელფას არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავსიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ამ მიმართებით, ასევე მინდა სამართალდამცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით. გორის საკრებულოს წევრები პრემიერის ამ განცხადებას დადებით კონტექსტში ერთხმად განიხილავენ და მთავრობის მეთაურს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას თხოვენ. ჩვენს ქალაქშიც მრავალი ტენდერი ტარდება, მუნიციპალური ტენდერი, სადაც მონაწილეობას იღებენ კომპანიები და მე ვისურვებდი, რომ მუნიციპალიტეტის და ქალაქის მერმა ძალიან ყურადღებით განიხილოს აღნიშნული საკითხი. აქ მარტო ხელფასების გაცემაზე არ არის. როცა სახელმწიფო ფულს ხარჯავთ, იქ შესრულებული სამუშაოც ხარისხიანი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რა სრულად ვეთანხმები პრემიერის ამ დღევანდელ განცხადებას და თვლი რომ ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება უფრო ადრეც მიექციათ ყურადღება ამისთვის, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არის დასაქმებული და რომელიც ფაქტიურად დამოკიდებულია იმ სამსახურზე, რაც შრომასაც წევს იმ ხელფასზე, არ უნდა იყოს მისი ხელფასი დაგვიანებული. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. კვირიკაშვილის გამაფრთხილებელი განცხადების პათოსს იზიარებენ მუნიციპალიტეტის მეთაურები. გორის მერი აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან მსგავსი პრობლემა ამ დრომდე არ შექმნიათ, თუმცა იგი მზადაა პრევენციის მიზნით მათთან კომუნიკაცია გააძლიეროს. გამგებელი დავით ონიაშვილი კი იმ საკანონმდებლო ბარიერებზე საუბრობს, რომელიც მათ კერძო კომპანიებთან აქვთ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არიან კერძო სუბიექტები, კერძო სამართლის სუბიექტები და კერძო სამართლის სუბიექტების შიდა კომუნიკაციაში საქმიანობას ჩარევის უფლება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს, გარდა სასამართლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების. ახლა ბატონმა პრემიერმა გააკეთა ეს განცხადება, შესაბამისად ალბათ ჰქონდა ამის საფუძველი, შეიძლება ზოგიერთ ადგილას ან ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მეწარმე აგვიანებს ხელფასების გაცემას. ჩვენ მუნიციპალიტეტში მე მსგავსი ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. ჩვენ შევეცდებით, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები სამუშაო პროცესში კომპანიებთან და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავესაუბრებით მათ და ვთხოვთ, რომ მათ მაქსიმალურად სწრაფად გასცენ ხელფასები. სახელისუფლებო რგოლებისაგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ხედავენ მესამე სექტორში. ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ სახელფასო დავალიანებაზე დავა მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა მოგვარდეს. გაურკვეველია თუ როგორ უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოებს, იგივე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ აკონტროლონ კერძო კომპანიები ან დაავალონ მათ გასცენ ხელფასები მუშებთან დაკავშირებით. ანუ ეს არის მათ შორის არსებული ურთიერთობა და აღნიშნული დავა შეიძლება გადაწყდეს როგორც ერთმანეთს შორის მოლაპარაკებით, ასევე სასამართლოსათვის მიმართვის გზით. პრემიერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების კონტროლი მუნიციპალიტეტების მეთაურების გარდა რეგიონული განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაავალა.